უსულესი, უმშვენიერესი და ულამაზესი მეცნიერება და ამ მეცნიერების დაუფლებას ჭირდება გამორჩეული და განსაკუთრებული ნიჭი. ისე როგორც ნებისმიერ სხვასათვის, მაგრამ მათემატიკას განსაკუთრებით და სრული კონცენტრაცია და თუნდაც მათემატიკით უნდა ცხოვრობდი. მე შევატყო ჩემთვის, რომ მე ამ ცხოვრებით ვერ ვიცხოვრობ. მხოლოდ მათემატიკით ვერ დავყავდებოდი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მე არ მქონდა მათემატიკოსის ნიჭი. მოყოლები და კიდევ ერთი ეშმაკობა არის მაგაში, იმიტომაც რომ პრობლემები უფრო მეტად დაინტერესებულები და ჯერ ერთი იმიტომ რომ რაღაცა ბიჭები საიდუმლოებია შვედი, რომ შეიქმნან რა ტიპები არიან ეს ბიჭები, რა უტრიალეთ თავებში, აი მაგიტომ ეს უფრო ძირითადად თქვენთვის უფრო დაძებნილია. რომელი ტიპის ანალიტიკა ყველაზე ხშირად და რომელ მათგანს გამოარჩევთ? ყველაზე ძალიან ბევრი ფიქრობ ყველაზე ხშირად. ეხლა რომ ვიტყვათ რომ იშვიათად რაღაცა ფრაგმენტებს ვკითხულობ ხოლმე და თავიდან ბოლომდე ვეღარ ვკითხავ. როდესაც აქვს დაწერილი ძალიან დიდი რომანი, რომელსაც ქვია საბრალონი. ჩემი საყვარლესი მწერალი არის. აი ვკითხულობ ხოლმე საბრალონიდან მაგალითად ერთ თავს. ის ერთი თავი მაგალითად რომელიც ბოლოს წავიკითხე, ვინც ის მერავდენეთ არის აი ის თავი, სადაც პარიზში აჯანყება არის და ბარიკადებზე იბრძვიან ადამიანები და მოკლედ. ამას ცოტა მოვიდებით მე მოვიდებით რატომ გვარს ის თავი. ეს ბარიკადების ამბავი, იმიტომ რომ ცოტა შეიძლება რთულია, მძიმე მოსასმენია თქვენ. ასევე დიდი სერონები ვკითხულობ ხოლმე თავებს დონ კიხოტიდან. იმიტომ რომ ეს არის ყველაზე დიდი წიგნი, რომელიც ვინმე დაუწერია მთელი ამ რაც ლიტერატურა არსებობს იმის მიერ. თუმცა, როცა აი რაც ჩამჩნევ მცირებაში, თითქმის უშუალოდ მოსწონს. ეხლა რაღაც ახალი რომანები იქნება, ისინი და სამწუხაროდ ისინი ჯერ არ წარმოდგენს. არა, ეს არის ჩემი გამონაგონი, არ მგონია რომ ჩემს შეფიქრებული ვიდეო ჩემს ეს მოხობაში რაც ამ წერლები აღვიწყო. არ გიგონოთ რომ ყოველთვის ასე ვთქვათ, არა სიმართლე კი არის, გარკვეული სიმართლე ცოტა რაღაც უცნაურად აი ახსნიანები ადამიანები. ეს მე მინდოდა რომ ეს შეფიქრებული რაღაცა ესე ისე ჩემი სურვილი. თორე თვითონ დარწმუნებული ვარ, აი რაც მე გითხარი, თქვენ რომ გითხეთ რომ ახლად ნაძვის შეიძეს. რა შეიფიქრებოდა, რაც მე გიპასუხეთ. ალბათ იმანაც ის ჩაიფიქრა რომ ეს ჩემი ბიჭები კარგად იყვნენ და ჩემი სამშობლო ბედნიერი იყოს, მაგრამ ჩაიფიქრა რომ სალიკო გინოთ ვარა მწერალი გამოვიდა. არ მგონია მე ჩაიფიქრებინა ეს ორიდან ნიშნა. ბავშვობაში რაზე უცნაობთ და აგიხდა თუ არა ეს უცნაობები? წერილობა. არა, მეცნებია არც ბავშვობაში და არც იმაში. არა, წერილობაზე არც წერილობაზე არც არა. უცნაობები იმაზე რომ ყოფილიყავი რომ ყოფილიყავი კეთილი და ძლიერი. ამაზე უცნაობ. როგორ? როგორ ვკითხულობდი? ვკითხულობდი და ვკითხულობ კიდევაც. რა მოვაჭრე სიკეთეს. წერალი აუცილებლად ჩემი საყვარელი წერალი არის აუცილებლად ჰუმანიზმი. ადამიანი წერალი, რომელსაც ადამიანები უყვარს. წერალი, რომელიც ადამიანებს დასცინებს, წერალი, რომელიც ცდილობს აღმოაჩინოს თუ კი რამ საშინელი და ბოროტი აქვს ადამიანებს და ის ამით ვერ ეკეთებს, ჩემთვის ის როგორი საქმე განკურნა წერალის ამბავი იყოს. იქნებოდა ესე რა, 29-30 ანუ ესე იგი იმ ისტორიიდან, რომლის შესახებაც ახლა ჩვენ ვარაგვით, იმ ისტორიიდან გასული იყო დაახლოებით 17-18 წელი. 17-18 წელი იყო. და აი დაინახავს რა თავის ბენზინგასამართის აღიარებიდან უნდა ცვლიდან დაინახავს რომ პერპიეროს მაისური 10 ნომერი ზოლებიან იუვენტუსის და უნდა რომ ისე იყოს, მაგრამ ვერ იყოს, იმიტომ რომ სხვაობრივ კავშირის აღნებია გასახელწინებელი. იქ არ არის რომ ინახსებია, მაგრამ მამამისი მეომარია. მამამისი არის მეომარი, რომელსაც შემდეგ მოკლედ რაღაცა ისე აღმოეცნა როგორც მეომარს მეეცეოდნენ და გაქცეული არის აქედან და ცდილობს რომ დედა შეუცვლოს. მაგალითად ომზე რომ დაწერილი ერთი ტუკია არის ესეთი ნოველარი, ის არის ერთი არაჩვეულებრივი სოხუმელი ინჟინერი იყო, ვისთან ერთადაც უნივერსიტეტის დამთავრების მერე ჯარში ვიყავი და მე ისიც აი ომში დაიღუპა, გადაეფარა უმბარათის ჩამოუვარდა ვიღაცას უმბარა და იმიტომ რომ მეგობრების რაღაცა და
ხო, რაღაც ვარდი გაიზრდები და თუ ციგნი ძალიან მეყოლებათ, არის ასეთი დიდი არგენტინელი მწერალი ბორხესი და ბორხესა ლექსი აი ინფორმატივის საშინელ მეთოდებზე. ხო და ჯანირო და ჩიკოლინოს თავგადასავალი, ჩემი ბავშვობის ციგნი. ხახვის კაცი. ლიმონი ყვებს და პორტოკლებს ააწილებს. რაღაცა. ეს ცოტა ისეთი იყო, რა, მაგას მე მივხვდი, და თქვენს მე მივხვდები, მაგრამ ბავშვობაში იმას თავისი ხიბლი აქვს. ეს ცოტა მემარცხენე ის არის, რა. ციგნი არის, ღარიბები, მუდამ კარგები და მართლებელები და დიდრები მუდამ მოროტები და ცუდები. ეგრე არ არის ცხოვრებაში. ეგრე არ არის, ესე მკვეთრად არ არის. შეიძლება ღარიბიც იყოს, ცუდი კაცი და დიდიც იყოს. ხო, მაგრამ ეს ცოტა ისეთი იყო, თან ჩვენ იდეოლოგიას, მიკრობის იდეოლოგიას, სადაც ცხოვრობდი, ეს ძალიან მოხდებოდა და ის მოიწყოდა ამას. მაგრამ მაგარი ციგნია. კაი. მე ვიცი რომ თქვენ გიყვართ სათავგადასავლო წიგნები და არ გიყვართ როცა ბუნებაზე ბევრია აღწერილი. ბუნების აღწერილი. და რატომ? ესე იგი, ბავშვობაში განსაკუთრებით არ მივხვდი. იმ ადგილებს, სადაც ბუნების აღწერები იყო გამოწვეული და პირდაპირ გადავდიოდი საქმეზე, ესე იგი, და სადაც იყო რაღაცა თავისუფლად დავით არაბაშფოთი არეულობა რაღაცა და დაიმოსა. აი ეს არის აი მე მოთხრობები ბიჭებისთვის რომ გითხები, ვისთვის დაწერები, მე რომ დავწერე, თქვენთვის დავწერები, აი ბიჭები ეგეთი თავქარიანები ვართ ხოლმე ზოგიერთი. იმიტომ რომ ჭკვიანი ბიჭებიც არიან, რომლებიც ბუნების აღწერებს არ ტოვებენ და ძალიან პატიოსნად კითხულობენ, მაგრამ მე ვიყავი ეგეთი, რომელსაც ეგეთი არის, მაგრამ მე მივხვდი რომ შემდეგ უკვე მივხვდი რომ ეს ბუნების აღწერები შეიძლება გაცილებით უფრო საინტერესო, გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი, გაცილებით უფრო ჭკვიანი და გაცილებით უფრო ლამაზი შეიძლება იყოს, ვიდრე მაგალითად იქ ჭკუები რომელიღაც ტავერნაში. და ესე გიყვართ ბუნებაში სეიმინა. როგორ არა? ყველაზე ძალიან. აი რომ გამოვტოვეთ, ხო ახლა ვინას გავუკეთე. მიგეძე სერვანტესის მოთხრობები და მარტო დონ კიხოტი და ეხლა მე გეტყვი შენა. ესე იგი, სერვანტეს აქვს დაწერილი დონ კიხოტი არის დიდი რომანი. საკმაოდ სქელტანიანი რომანი. და სხვა შორის ჩემ ბავშვობაში ამ რომანის ესპანურიდან თარგმანი აქვს. ეს რომანი რუსულიდან მისულა. კარგი, ბავშვი, მოგდან ჩვენი სახეს ვთქვა ამოიწვა ჩვენი. რაღაცა გითხრა და მოდი. ნაპტოლის ტომ სოიერის თავგადასავალი არის თქვენი საყვარელი წიგნი. რა თქმა უნდა, აი ესე იგი ის რო გაიყარებიათ გასწორს იმასე კონსულზე. და სრული თავისუფლებაა რა. აი ტალახში რომ ამოიგანგლებიან, მე რომ მორაობენ იქა, მე იმას კიდე სხვა რაღაცებს აკეთებენ, მე იმას არ გეტყვით. ხო და ჩიბუქს რო ეწევიან და რაღაცები. დიდი თავისუფლება რო არის კონსულზე. და მაგრამ მე თავის სიკვდილს წარმოიდგენს გახსოვს? და რო წარმოიდგენს, ესე იგი და საკუთარი თავი რო შეეწოდება, მე რო წარმოიდგენს რაღაცა, რომ აი და დეიდა როგორ დასტირის ტონს და რაღაცა და მე თავის საკუთარ თავს მეკობრეთმა წარმოიდგენს და საკვირა დღეს ეკლესიაში რო შედის, თვალახვეული და ბრძე რო დიდი ხმალი რო გიდიან, მაგალითად. როგორ შეიძლება რა წიგნი არ გიყოს ბიჭს? გამოხაბულში რო ჩაიკეტებია. ბეკი ტეჩერი, გოგო. ბეკი ტეჩერი, ხო? აი გამგებული პირველად გამოფხულში არის. მე მგონი კითხვები დავუსვათ და რა ვიცი, პრობლემად. ასე რა ვიცი, მე მგონი მოგეწონა, ხო ძალიან. და რა ვიცი, გაეცანი წაი გაუზიობა სხვა მოთხრობებსაც და ეს მოთხრობები და ძალიან მოგეწონა. ძალიან დიდი მადლობა იმისათვის, რომ იმას გიზრდეს, იმისათვის, რომ ამ შაბათ დილას ესე იგი შეიგებეთ და დამისვით დრო, დამისვით კითხვები. სხვათა შორის მინდა მოგახსენოთ, დიდი ხანია ისეთი საინტერესო და ისეთი ჭკვიანი კითხვები არ მომისმენია. არა ვარ განებებებული ჭკვიანი კითხვების დასმით. იმიტომ რომ როცა ჭკვიანი და საინტერესო კითხვას გისვავენ, შენ ცდილობ რომ ჭკვიანი და საინტერესო იყოს. ეხლა თქვენ გიყავით ჭკვიანები და საინტერესოები, მაგრამ მე რამდენად უპასუხებ თქვენ მოთხოვნას, ეგ უკვე თქვენი გადასაწყვეტია, როგორი შტაბის ტილება დავწერთ. კაი. სულ რამდენი მოთხრობა დაწერეთ? არ ვიცი, მე ხარ არ ვიცი, არ წარმოგიდგენია.
არ ვიცი, შეიძლება რაღაცა იქნება აი 100-მდე. ცოტა. აი ბევრს უწერენ ისე და ვიცი რამდენია განაჩვენ ხედა წიგნები. კაი ბაშა. ძალიან დიდი მადლობა.